ფორმულამ ბრალის დადგენილება მოიპოვა, რომელსაც გამომძიებლები ჯგუფური ძალადობის საბაბით დაკავებულებს მთელი დღის განმავლობაში რუსთავისა და გლდანის სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში აცნობდნენ. 2025 წლის 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავამ, პაატა ბურჭულაძემ, ნანა სანდერმა და ირაკლი ნადირაძემ საზოგადოების ფართო წრეს კვლავ საქვეყნოდ აშკარად მოუწოდეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ასევე ირაკლი შაიშმელაშვილი 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით ცდილობდა სამართალდამცავთა დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისთვის და ამ გზით მიეღწია თავისი მიზნებისთვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული პოლიტიკოსების გვერდით ოცნების მაღალჩინოსნისა და სამოქალაქო აქტივისტის სახელგვარები გაჩნდა. ემიგრაციაში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი შაიშმელაშვილს სახელმწიფო ბრალდება ედავება, რომ საკუთარი მოწოდებებით პოლიციელების დემორალიზებას ცდილობდა. ემიგრანტ ნანა სანდერს კი პროკურატურა ახლა უკვე ძალადობის ორგანიზებასთან ერთად ამ ქმედებისაკენ საქვეყნოდ მოწოდებაში სდებს ბრალს. ორგანიზატორებსაც შეეხებათ კონკრეტულად ამ 4 ოქტომბრის ჩამატებულია ნანა სანდერის სახელდაგვარი წერია, რომ მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ნანა სანდერი და პაატა ბურჭულაძე აწყობდნენ თურმე ამ ქვეყანაში რევოლუციას. გამომდინარე იქიდან, რომ ნაჩქარად მოხდა ზოგადად ბრალის სარგენა და ბრალის დადგენილებების დაწერა, იქ კონკრეტულად ჩემი დასვის ქვეშ ყოფსა და ინდივიდუალურად არ იყო გაწერილი ის, რასაც ედავოდნენ კონკრეტულად მხოლოდ მუხლები იყო ჩამოწერილი და შაბლონური დასაბუთება იყო და ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულად გაწერეს სიგიჟე, რის იმტკიცებულებაც ისევ არ აქვს. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალის დაზუსტების პროცედურა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურამ იმ პირებს, რომლებსაც ისედაც მრავალწლიანი მუხლით უპირებს ციხეში გაშვებას, ბრალდება დაუზუსტა და გარემოებები დაუკონკრეტა. მტკიცებულებები არ გადმოუცემიათ, პრინციპში ჩვენ არ მოგვითხოვებთ უცხარეს და არც გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე ახალი ისეთი მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი, რაც აქამდე არ ყოფილა წარმოდგენილი ბრალდების ხარისხიდან. პრინციპში ბატონო კონსტანტინე კოკაიასთან დაკავშირებით ისეთი ტიპის ვიდეო მასალა არის წარმოდგენილი, რომ აღნიშნული ვიდეო მასალა არათუ შემდაცვის ყოფის დამნაშავებას, არამედ მის უდანაშაულობას ამტკიცებს და ამ ვიდეო მასალის წარდგენას ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში, როგორც დაცვის მხარე, როგორც მისი ესე ვთქვათ გამამართლებელი მტკიცებულება. ადვოკატების განმარტებით პროცედურა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო. ამიტომ არც კვალიფიკაცია და არც მოსალოდნელი სასჯელის ზომა დაპატიმრებულთა უმრავლესობისთვის არ იცვლება. გადმოხსოვებულ ბრალის დადგენილება ცვლილებაში, სადაც ერთი გვერდი არის სულ ჯამში, თანაც სამწუხაროდ საქართველოს პროკურატურა მაინც არ გამოირჩევა აზრის მკაფიოდ ფორმულირების დიდი უნარით და ამიტომ ამ ბრალის დადგენილებიდან ნაკლებად იტყობა თუ რა არის რეალურად სადავო და რაზეა პროკურატურა მოგვიანებით პერიოდში რასაც მოუნდება იმას, რაც ვიცით არის რომ გახორციელებული არის ერთგვარი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, მათ შორის ჯგუფის წევრებად არიან დასახელებული ადამიანები, ვისაც საერთოდ არ იცნობენ პოლიტიკური ტყვეები. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტებისთვის ბრალის დაზუსტების პარალელურად ოცნების პროკურატურამ გამომძიებლები შეგზავნა იმავე საქმეზე დაპატიმრებულ პაატა ბურჭულაძესთანაც. დაემატა საქმის მასალებში. მანამდეც ლაპარაკობდით და არ გინდათ აშკარად კითხვებზე გვიპასუხოთ და გვითხრით. აქციის ორგანიზატორებად მოიხსენიებთ ნანა სანდერსაც და შაიშმელაშვილსაც ადასტურებთ. ბრალის დადგენილება მსოფლიო ბანსაც გააცნეს. გამომძიებლები იმყოფებოდნენ ყოფილ გენპროკურორ თანაც მურთაზ ზოდელავასაც და პაატა ბურჭულაძესაც მინიმუმ 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამოცემულობით რა აქვთ კიდევ დამატებით, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. დაველოდო წინა სასამართლოს ხდომას, ალბათ გადმოგცემენ საქმის მასალებს, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა მართალი გითხრათ, რა ფორმით ან როგორ შეუძლიათ დააკავშირონ ის ახალი ფიგურანტები ჩემი დაცვის ქვეშ ყოფ პირთან, რომელიც არის შემოყვანილი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ეს არის აბსოლუტურად აბსურდი, ამ ხალხს ნამდვილად არ იცნობს, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ და არავითარი კავშირი მათთან არ აქვს. 4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებული 64 პირიდან დღეს ბრალდება სასჯელ აღსრულების დაწესებულებების მიღმა მხოლოდ 3 პირს დაუზუსტეს. მათ შორის ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მიყანწიშვილია. ეს არის უბრალოდ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. უშუალოდ ნანა სანდერის ნაწილი იყო დამატებული როგორც ორგანიზაციის ნაწილში. ჩემი ბრალი ამ ეტაპზე ჯერჯერობით რჩება 226 წლის სამართლის კოდექსის
და უბრალოდ დაზუსტებული იყო კიდევ ადგილმდებარეობა, რა ადგილმდებარეობაზე მე დავებიან, ეს არის ათონელის ქუჩა, სადაც მთელი პროტესტის განმავლობაში ფეხი არც კი დამიდგამს. 4 ოქტომბრის საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიცია იძიებს. საქმეზე გამოძიება 4 საკმაოდ მძიმე მუხლითაა დაწყებული. დაპატიმრებულ დემონსტრანტებს ძირითადად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, ასევე სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებასა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. წინა სასამართლოს ხდომა 27 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი 5 დღით ადრე ბრალდების მხარე ადვოკატებს იმ მტკიცებულებებს გააცნობს, რომლებიც საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ დევს.